სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას უოცავს. მისალოცი წერილი საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. სრულად გთავაზობთ მილოცვის ტექსტს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ დონალდ ტრამპს. ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენ და ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ნეტარ არც კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო. ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. 22 იანვარი 2025 წელი.